სალამი, დღეს გვექნება ამ საოცარი ლეპტოპის აღწერა. ეს არის Samsung-ის ბოლო მოდელი, Samsung Book Edge ქვია და არის საოცრება. აი უმაგრესი ლეპტოპი ჯერ ნახეთ დიზაინს შეხედეთ, სულ 1.1 კილოა. ასევე აქვს touch ეკრანი და ნუ აი ყველაზე კარგი რა არის, გეტყვით მომავალში გელით. საოცარი ეკრანი აქვს. Dynamic AMOLED 2-ია, ნუ აი გამოსახულება აქვს, პროსტა საოცრება. ასევე 120 ჰერციანია. ეს ხედვათა კუთხე აქვს საოცარი, ყველა მხრიდან ჩანს ერთნაირად და ნუ ალუმინიუმთლიანად, ძალიან ლამაზი, ეს თავსახუღი, ანუ ესე მყარად ეგეთ ხელ ლეპტოპს გქონდეს, მე უბრალოდ არ მინახავს და რატო ვიყიდე. ეს არის Snapdragon X Elite-ზე. ნუ ტელეფონში ყველა მიცი თუ ეს X Elite გამოვიდა და ნუ ძალიან კაი წარმატება აქვს, მაგრამ ლეპტოპში არის საოცარი. უფრო ცოტა მაღალი ჰერცები აქვს, 4 და 2 აქვს. 12 ბირთვიანია, 3 ნანომეტრიანი პროცესორია და Adreno ვიდეო კარტა აქვს. ანუ სადღაც აი M1, M2, M3-ები როა, მაგ ტექნოლოგიით არის გაკეთებული. ნუ M3 ხა Apple-ის პროცესორი მაინც წინ არის, მაგრამ ესეთი გრილი ლეპტოპი მე არ მინახავს. ნუ სულ მუხლებზე მიდევს და მეთქი რატო არ ცხელდება რაღაცა და მე სტრეს ტესტი გავუშვი და 55% პროცესორი ვერ ავაცილე. საერთოდ არ ხვდება. Кулерით ოდნავ სისინებს სტრეს ტესტზე, ისე კულერი უბრალოდ რო გინდოდეს ვერ ჩართავ, იმიტომ ძალიან გრილია. ასევე 3K ეკრანი აქვს, AKG-ის აუდიო სისტემა. უფრო შევადარებდი Mac-ის Air-ს. ნუ პროხმით ჯობია, მაგრა რა. და ნუ აი გამოსახულება აქვს, ნუ არ ვიცი რა, პროსტა არა ამქვეყნიური. მე ეგეთი გამოსახულება, ნუ აი დაჟე ხა Apple ხო ძალიან მომწონს რა, პროვერსიები რა, მაგრამ ამაზე მაგარი ეკრანი მე უბრალოდ ლეპტოპზე არ მინახავს რა. იქიდან დავიწყებო თუ Windows-ზე გინდა, რომ კონდეს საოცარი ეკრანი, იყოს საოცარი, ასევე ამაზე შეგიძლია თამამად ამონტაჟო, თამამად ითამაშო, იმიტომ ძალიან ძლიერია ეს X Elite. ანუ ორი არჩევანი მქონდა, ან უნდა მეყიდა ეს, ან უნდა მეყიდა Book 4 Pro, რომელიც იყო i7-ზე. მაგრამ ნუ სანამ ვიყიდიდი, რაც ვნახე ტესტებში, i7 და i9-ს ყველა ვარიანტში ჯობდა, იმიტომ რომ ისინი ძალიან ცხელდება და ეს X Elite არის ძალიან გრილი. კი მაგალითად რაღაცა მულტი ბირთვებში, რაღაც თემაში i7 i9 ჯობია, მაგრამ უკვე ოდესაც ცხელდება, სიხშირეებს აგდებს და ამას ეგეთი რაღაცა არ იმართება. კილო და 100-ია სულ წონით, ნუ აი ძალიან მჩატია და ნუ აი ყველაფერი აქვს მაგარი ლეპტოპს, ანუ აი ჯერ ფურცელივით არის, უბრალოდ ულამაზესი. ეს პორტები 4 და 0-ია, UFS 4 და 1 აქვს, უფრო სწორედ ვთქვათ. და ნუ SSD-ც უყენია ძალიან კარგი, ნუ 3800 აქვს სიჩქარე რა. ნუ ცოტა უკეთეს ველოდიო, მეთქი ალბათ 6000 ექნება თქვა, დიდი ბოდიში 6000 ვერაო. 16 ოპერატიული აქვს, 512 M2 აქვს და ნუ რავი, სრულიად საკმარისია და ხო გეუბნებით, ეგეთი გრილი ლეპტოპი მე არ მინახავს. ვისაც გინდათ აი ყოველდღე სატარებლად, გინდათ რომ ძალიან ჩატე ლეპტოპი, ლამაზი, ძალიან კომფორტული, ელემენტიც ძალიან მაგარია, კიდე შედარებას და პარალელს თუ გავავლებ, ნუ Apple-ის ლეპტოპის ელემენტს ვერასოდეს ვერ მიუახლოვდება Windows-ის ელემენტი. Apple ჯობია ელემენტში, რა თქმა უნდა, მაგრამ ამასაც აი როგორც Windows-ის ლეპტოპს ძალიან კარგი ელემენტი აქვს. ნუ touch-ი ხა რამდენად ვისთვის პლუსია, მე არ ვიყენებ, მაგალითად touch ეკრანებს, მაგრამ აქვს. გინდა გამოიყენებ, გინდა არ გამოიყენებ რა. ხო და ვისურვებდი აი აქ რა დინამიკები, როგორც პროვერსიას აქაც კონდეს. კი, ხმა ძალიან მაგარი აქვს, მაგრამ Apple-ის შემდეგ ხმა მაკლია.
$1400 ღირს, არის ორ ვარიანტიანი რა. ეს Snapdragon Elite-იც არის კიდე Snapdragon Plus-ი და კიდე Elite-ის ცოტა განსხვავებული პროცესორია. ამას 4.2 სიხშირე აქვს. Plus-ი უკვე 8 ბირთვიანია და $1000 ღირს. არის კიდე 10 ბირთვიანი, რომელიც $1150 ღირს და 1350 თუ 1400 ეზღის უკვე 12 ბირთვიანი. თუ Apple არ გინდა და ეძებ Windows-ზე საუკეთესო ლეპტოპს, ამაზე მაგარ ლეპტოპს ვერ ნახავ. მე მსგავსი ეკრანი ლეპტოპზე არ მინახავს, იმიტომ რომ რა მაგარიც არ უნდა იყოს IPS-ი, რა მაგარიც არ უნდა იყოს OLED-ი, AMOLED-ს ვერასოდეს ვერ აჯობებს. მით უმეტეს AMOLED-ი უკვე ძალიან ჩამქრალია, იდეალური შავი და ყველაფერი იდეალური აქვს ლეპტოპს ისეა დაკალიბრირებული, რომ საოცრად ანახებს რა. ეკრანმა მომხიბლა, დიზაინმა მომხიბლა, პროცესორმა მომხიბლა, ვისურვებდიო ცოტა უკეთესი ხმა კონდეს და მეტი რო გითხრა რამე მინუსი აქვს, ეს ხმაც მინუსად არ ითვლება. მეტი არაფერი. ეს Book Edge ესე ქვია, ვინც ეძებთ საუკეთესო ლეპტოპს, ყოველდღიური გამოყენებისთვის, გინდა პატარ-პატარა ვიდეოების მონტაჟისთვის, გინდა სათამაშოდ, ეს ვარიანტი არის იდეალური. მე i7 და i9-ს შორის ეს არჩევანი გავაკეთე. თუ ეხა რამე ისეთ სერიოზულს ამონტაჟებ, მაშინ ლეპტოპიც არ გამოგადგება და ყველა ვარიანტში გინდა რომ PC იყიდო. ასე რომ ვინც ჩემნაირად ხართ, იყიდეთ ეს ლეპტოპი და იყავით ბედნიერები. გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ და თუ საინტერესო იქნება ტექნიკის აღწერა, გავაგრძელებ ტექნიკის აღწერის ვიდეოების დადებას.